მოკლედ გუშინ წინ 1960 წლის შემდგომ მოხდა ისტორიაში ყველაზე ძლავრი 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩვენთან ძალიან ახლოს რუსეთში კამჩატკაზე, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი მეტეოროლოგიური, ესე ვთქვათ, კატასტროფები, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის სანაპიროებზე, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის 1960 წელს, როდესაც ჩილეში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა, რის შედეგადაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ეს იყო ისტორიაში ყველაზე მძლავრი 9.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამაც კატასტროფულად დიდი ინფრასტრუქტურული და ადამიანური გრევა მოუტანა წყნარი ოკეანის კუნძულებს. სულ ახლახანს მეგობრებო, რამოდენიმე დღის წინ ასევე დაფიქსირდა რუსეთში, კამჩატკაზე, დაახლოებით 135 კილომეტრი იყო ეპიცენტრი და რამაც გამოიწვია მთელ წყნარი ოკეანის აუზში, მთელი რიგი ემერჯენსი გაფრთხილებები, ესე ვთქვათ, ევაკუაციები და რაღაც იგივე კადრები ვრცელდება, რომელიც მინდა თქვენთან ერთად ვნახო, იმიტომ რომ ეს თემა ნამდვილად გასაშვები არ არის. ეს ძალიან ძლავრი, ესე ვთქვათ, მეტეოროლოგიური კატასტროფაა. მაგრამ სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ, გთხოვთ რომ დალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, ასევე აღწერაში სხვადასხვა ლინკებზე გამომიწეროთ, ჩემი მეორე პოდკასტების არხი და მოდი, აბა ერთი ის კადრები ვნახოთ, რომელზედაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. Tsunami warnings have been issued for parts of Russia, Japan and Alaska. ხო, რუსეთი, ჰავაი და იაპონია განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, დარტყმის ქვეშ. As well as all of Hawaii. A massive 8.8 magnitude earthquake struck 8.8 მაგნიტუდად ძალიან ძლავრია მეგობრებო, ძალიან. off Russia. აი, ოხოტის ზღვასთან იყო, როგორც ჩანს. ხო, ოხოტის ზღვასთან იყო ეპიცენტრი. Remote and sparsely populated far eastern coast. The quake is the strongest on the planet since 2011. When a 2011 გახსოვთ თქვენ 2011 წელს ფუკუშიმაში რომ მოხდა აი 9.0 სიმძლავრის, ნუ ეს იყო კატასტროფა, აქ რაღაც გმირობები ჩაიდინეს, მაშინ მე სკოლაში ვსწავლობდი. იაპონელმა მეცნიერება, რომ ის ბირთვის ატომური ელექტროსადგური რომელიც საკუთარი ხელით ამოაშენეს შიგნიდან, ნუ ეს წარმოუდგენელი გმირობა იყო, ეს არასდროს არ დამავიწყდება იაპონიაში. არა, მე შემეშალა რაღაც 9.5 თქვი ჩილეში რომელიც მოხდა, მე იყო 9.0 იაპონიაში ეპიცენტრი იყო და ეხლა 8.8 რუსეთში. 0.0 magnitude earthquake hit northeast Japan. კატასტროფული არა. მაგრამ ეხლა ეს განსხვავებული ეს იმით არის მეგობრებო, რომ სხვეპლი ჯერჯერობით მადლობა ღმერთს არ მოყოლია, მაგრამ სერიოზული, აი, ნუ ეხლა უკვირდა და ამათ 4-5 მეტრიანი ტალღები, მაგრამ ეს დამიჯერე გასაკვირი არ არის იმასთან შედარებით, და ჩვენ ინდონეზიაში გვაქვს ნანახი, ვისაც გახსოვთ ეგენი. 15 მეტრამდე იყო, როგორც მახსოვს. 3 meters or nearly 10 feet. 警報が発表されている地域の皆様は ხო, ნუ ცუნამის განგაში არის ეგრევე, ანუ აქ არის ესე ვთქვათ სასაზღვრო პეტროლი, რომელიც აფრთხილებს იმ შემთხვევაში, როდესაც მიწისძვრა ხდება, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ ევაკუაცია სანაპიროებიდან, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებმა. 直ちに高台や避難ビルなどの安全な場所に避難をしてください。 ხო, იაპონია მაგხრივ რუსეთთან შედარებით ძალიან ოპერატიულია. ხო. A series of powerful aftershocks have hit. ნუ აი ესეთი, ნუ აი ხა რასაც ჩვენ ოფიციალურ დადასტურებით ხვეპლი არ არის, აი ხა ამ წუთის ინფორმაცია და არ ვიცი შეიძლება მე რომ რანაირად ახარისხება, მაგრამ ინფრასტრუქტურას და სხვადასხვა სახლებს ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა და ზიანი. Following the quake. ნახე, დააგვირდით. ხო არ ხაძაო. ო, კაფელიც ჩამო. აი ეს მოქალაქეები ავრცელებენ ამ კადრებს. ხო არ ხატაო ბიჭო ეს რა არის ჩვენ. ხო, ნუ ვინც არიცით, როდესაც მიწისძვრა ხდება, ნუ აქ საუბარი მაქვს ახლა თუ დამანგრეველია 9.0-ის მაღლა, ხო, ამ შემთხვევაში გინდა საყრდენ კედელთან და გინდა რასთანაც გინდა აზრი არ აქვს. ანუ რო იცოდეთ ღმერთმა ჩვენ გვაშორეს, ხო, მიწისძვრის დროს ყოველთვის საყრდენი კედელი არის, ანუ ყველაზე მყარი წერტილი კორპუსში სახლში, რომელსაც შეგიძლია თქვენ მიენდოთ. ნუ ამ შემთხვევაში იყენებენ მაგალითად კარადებსაც, მაგრამ ანუ ამას მე რეკომენდაციას ვერ გავუწევ და ასევე იცოდეთ, რომ კიბეები, ლიფტები და ეგეთი რაღაცები არასდროს გამოიყენოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდი საფრთხე შეუქმნათ თქვენ სიცოცხლეს, ნუ ლიფტი განსაკუთრებით. მენა ბუნებად ცეკვავს ამ დროს, ცეკვავს, მიწისძვრის დროს ბუნებად ცეკვავს. აუ, მეტროში ძალიან პიზდეცია მეტროში. ანუ იდეაში
ანუ იდეაში მეტრო მიწის ქვეშ არის, მაგრამ ანუ ის შეიძლება ისე დაიმარხო, რომ ვერც გაიგო რა. ეს არის მეგობრებო ბუნების ძალა რეალურად რა, მიწის რა, ვულკანის, ცუნამის არის ბუნების ზალა. რამდენად ბატონობს ბუნება ჩვენზე რეალურად და ჩვენ როგორ არაფერი არ შეგვიძლია და უძლურები ვართ ამის მიმართ რა. ეს ამის გამოძახილია. აუ, ამას თელი ბარია გარეთ სასმელების გატანილი. ოპა. ხო, ეს კადრები იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს არის როგორც მე ვიცი იაპონიის სანაპიროსთან. ეს არის ცუნამი საერთოდ ყველაზე დიდი მე როგორც ვიცი იყო ინდონეზიაში 15-დან 25 მეტრამდე. რამდენადაც მე ვიცი, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი მასალები არსებობს, ზოგი ჰავაიზეც ამბობენ, რომ უფრო მაღალი, მაგრამ ანუ პრინციპში, ანუ აზომოა საიდან იწყება ცუნამის მაგას გააჩნია რა, ანუ უშუალოდ ეხა თუ მაგალითად წყნარი ოკეანის სანაპირო იყო, ანუ გეოსტრატეგიულად, ანუ დაარტყმის მთავარი ეპიცენტრი, ამ შემთხვევაში იქიდან თუ შენ გადაზომა, ბუნებრივია იქიდან მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო კამჩატკა. და კამჩატკა თუ იყო, ანუ აქედან არც თუ ისე, ესე ვთქვათ, ახლოა ეხა იაპონია მაინც. იმიტომ რომ 21 წელს უფრო დიდი დაახლოებით 10-დან 12 მეტრამდე იყო მათ ცუნამი. აი ესეთია მეგობრებო, ანუ ცუნამი არის ფაქტიურად აქ თუ სანაპიროზე ხარ, ანუ სოპიზდეცი გაქვს რა, დამთავრებულია ყველაფერი. იმიტომ რომ აი ეს არის ძალიან დიდი ეხა ზოგს ევასებად ეხა მეც სულ ძალიან მიყვარს გიждები ეგეთ რამეებზე, ნუ ხე სერფინგი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სერფინგისტებს ახასიათებთ ხოლმე ეგეთი რამეები, რომ ეხა ცუნამში რაღაცა სერფინგი ჩენში ხო ვერაფერს ვერ იზამო მეგობრებო, ეს არის უბრალოდ მკვდარი ხარ. ჯვარი გწერია და ყოველთვის ერიდე, როდესაც ნებისმიერ ადგილს სადაც არ უნდა იყო მსოფლიოში, ეს არის ბუნების დამანგრეველი ძალა. აქ შენ რაც არ უნდა ცურვა იცოდე, რაც არ უნდა გადარჩენა იცოდე და რაც არ უნდა მაგალითად სერფინგის გამოყენება, მკვდარი ხარ უბრალოდ, ამიტომ ერიდეთ ეგეთ რამეებს. ხოლო აქ საშიში კიდე ის არის მეგობრებო, რომ ანუ ესეთი სახის მეტეოროლოგიური კატასტროფის მომენტში არის საფრთხე, რომ დაზიანდეს მაგალითად ატომური ელექტროსადგური, როგორც გითხარით ფუკუშიმაში, რომ 2011 წელს რო იყო. ნუ მან ხო როგორც გითხარით წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინეს იაპონელმა მეცნიერებმა და ზოგადად ინჟინრებმა, რომ ამოლუქე შიგნიდან, თორე ძალიან დიდი შეიძლება ახალი ჩერნობილი მიგვიღო იქიდან, ხო? ეს არასდროს არ დამოვიწყდება. ხონო რა თქმა უნდა აქ ანუ ევაკუაცია ითვალისწინებს რომ არა მარტო ნაპირიდან, არამედ ნაპირზე არსებული სახლები და დასახლებული პუნქტებიც უნდა გავიდნენ იქიდან რა. თორე შენ არ იცი ხა მაგალითად წყალი არის ძალიან მატყუარა რამე ზოგადად რა, აი მაგალითად თუ ინ ზღვაზე და ოკეანეებში გინახიათ, ნუ ოკეანეში როდესაც მაქვს ეს ნანახი, ოკეანეში არის მატყუარა ძალიან რა, ანუ გონია რომ აი პატარა წამოა, პატარა და მოულოდნელად მოდი ძალიან დიდი, ნუ ეს ჩვეულებრივი ტალღების მიქცევა მოქცევას გულისხმობ, მაგრამ აი უშუალოდ ცუნამის დროს ეს არის ძალიან საინტერესო რამე, რომ ანუ მთლიანად ეპიცენტრიდან ჩაღრმავება, როდესაც ხდება და ეს მასიური წყლის გადმოსროლა, ამ შემთხვევაში იკეთებს მომავალ ტალღებს, ანუ მარტო ერთი არ მოდის, იმას მოყვება უკვე ცოტ-ცოტ, ანუ ნენელა პატარავდება. ამიტომ ძალიან საშიშია, ძალიან. იმის და მიხედვით წყალი მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს არის სიკვდილი უბრალოდ. ხო, first tsunami waves hit Russia and Japan after powerful quake. ანუ პირველმა ცუნამის ტალღამო დაარტყა ჯერ რუსეთსო, ხო აი რუსეთის კადრები არის. უფრო ჩრდილოეთით. და შემდგომო უკვე იაპონიას. ხო, ნუ ეხლა მაინც ვერ ვიტყვი რომ ეს ისეთი იაპონიაში როგორც იყო, ეგეთი იყო, იმის და მიუხედავად აქ იმაში გაგვიმართლა რომ ეპიცენტრი კამჩატკა იყო. თორე ეს რო ყოფილიყო მაგალითად წყნარი ოკეანის აუზი ეპიცენტრი, ხო? აი პიზდეცი მე რა გენახავთ თქვენ. რა იყო? ეს კადრები ეხა ეს ნახეთ. Waves up 5 meters were recognized. ხო, ესენი ვნახეთ. ეს რუსეთი, არა, ეს ჰავაია. აუ, ესა ძალიან საშიში. აი, ეს არის ძალიან საშიში. ეს იყო ტაილანდში 2001 წლის წინ იყო, ხო, მიწისძვრა მოხდა, გახსოვთ? წყვილი რო იყო, ძალიან ცნობილი კადრები იყო რა, წყვილი რო იყვნენ ბასენში, დაახლოებით ესეც სათამჩინის ბოლოში იყო და მიწისძვრა დაიწყო, ანუ აი აუზმა რა გააკეთა, იცით? აი რაღაც აი 180 გრადუსი ატრიალდა, ჩატრიალდა, აი საქანელასავი დაირწა და აი ბეწვზე გადარჩნენ საერთოდ ეგენი და საღორ იმას, რომ ზოგადად იაპონელები და აზიელები ძალიან კარგი ინჟინრები არიან და ძალიან კარგად აგებენ ამ ყველაფერს, თორე ეს რო ნებისმიერი სხვა შენობა ყოფილიყო, აი ჯვარი გწერია ხა საქართველოში რო ყოფილიყო,
არც მინდა ის წარმოვიდგინო რა მოხდებოდა. იმიტომ რომ ზოგადად იაპონელები თვლიან წინასწარ ხა იმებს, რომ ანუ ეს არის სეისმო ძალიან აქტიური ზონა, აქ შეიძლება ნებისმიერ წუთას რამე მოხდეს, თან მიწისძვრა მეგობრებო არის ისეთი რამ, რომლის წინასწარ მეტყველება, ბორდიში პროგნოზირება არის ძალიან რთული ზოგადად. ნუ თანამედროვე ტექნოლოგიით კი რაღაცებს ხვდები, რომ მაგალითად რომელი ქანს რომელ ქანს შეიძლება დაეჯახოს უახლოეს მომავალში, მაგრამ მაინც საბოლოოდ ვერ ითვლება რა. ეს ძალიან რენდომ მოვლენა, ამიტომ გავი ხა ბევრი რაღაცები კი გავრცელა, მაგრამ ხა მე როგორც კონსპირაციების მოყვარულს ხა ვერ ვიტყვი რა რაღაც ტარტის პროგრამა იყო, რომელიც ალიასკა იყენებს, ნუ აბსოლუტურად უაზროდ მეჩვენება ხა. ეს სირიაში რომ მოხდა მიწისძვრა, მაშინ კიდე რაღაცას იფიქრენ, მაგრამ აქ არ მგონია. უბრალოდ ეს არის მეგობრებო, რომ ვიცოდეთ, ეს არის ბუნების ზალა რეალურად, ბუნების ზალა. ხო, აი ესეთი ეს საევაკუაციო ისენი პეტროლი ვინც არის რა, მაშველები ეგენი ამბობენ რომ სწრაფათო უნდა დატოვოთო სანაპირო, ვინაიდან ცუნამის საფრთხე არის. ხო, აი მეგობრებო, მოდი ახლა იმაზე შევჩერდეთ რა, ეს არის მეგობრებო, რეალურად არის ბუნების ძალიან დიდი ზალა. ძალიან დიდი ზალა. ჩვენ ხანახან ადამიანებს გონია რომ ბატონობთ უკვე ყველაფერზე, ხო? რახან საყოფა ცხოვრება სამეცნიერო და გამოყენებით მეცნიერებებში ძალიან დიდი უპირატესობები გვაქვს უკვე და უკვე ხელოვნურ ინტელექტსაც ჩვენ ძალიან კარგად რაღაც დონეზე უკვე ძალიან კარგად ვფლობთ. გონია რომ უკვე პლანეტაზე ვართ ხელმძღვანელები და პლანეტას რეალურად მართავთ, მაგრამ რეალურად ნებისმიერი შემთხვევა ეს იქნება ცეცხლი, წყალი, ავი ჰაერი, ქარი, ცუნამი, მიწისძვრა და სხვა გვალვა ნებისმიერ ამ ეს არის რეალურად ბუნების ზალა, რასაც ჩვენ უწოდებთ, ხო? რომ ეს არის ბუნების ზალა, რომლის წინაშე ჩვენ უძლურები ვართ. ჩვენ შეიძლება რაღაცა მექანიზმები გვაქვს, შეიძლება რაღაცების პროგნოზირება მოვახდინოთ, შეიძლება ევაკუაცია დავიწყოთ, შეიძლება ყარა დავდგათ რაღაცეები, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან კარგად ჩანს, აი წარმოიდგინეთ კაშხალი. კაშხალი სანამ დაგუბდება, მაქამდე არის ის უზარმაზარი ენერგია, რომელიც მდინარის სახით მიედინება, ხო? მაგრამ როგორც კი ადამიანი აგუბებს ამას, ხო? ანუ აქედან გამოიმიშავებს ელექტროენერგიას. ანუ როგორც ჰესებზე მაქვს საუბარი. ანუ ამ შემთხვევაში რეალურად ზოგადად ცხოვრებაც ასეა. ანუ ადამიანის ენერგია, ადამიანის მაგალითად შრომა, რომელიც ადამიანის ძვირფასი წლები, რომელიც ჩვენ გვაქვს რეალურად, ფანტავთ ესე მდინარესავით, ხო? უზარმაზარი ენერგია, რომელსაც ჩვენ ფლობთ, უზარმაზარი შემეცნების უნარი, უზარმაზარი მაგალითად შესაძლებლობები, ხო? რომელსაც ვანიავებთ ესე. მაგრამ ჩვენ როგორც კი ვიწყებთ საკუთარ თავში ამ კაშხლის მშენებლობას და ამ ყველაფერს ჩვენ ძალა და ენერგიად გარდაქმნით, ეს ყველაფერი უკვე სხვანაირად უბრუნდება არა მარტო ჩვენ საკუთარ თავს, არამედ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც. აქედან გამომდინარე, ესეთი მაგალითები, ესეთი ბრძნული შედარებები, ხო, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ცხოვრებაში გამოვიყენოთ, იმიტომ რომ როგორც ადამიანმა არ იცის როდის მოკვდება და ჯვარი ყველასარია, ხო? როგორც ადამიანმა არ იცის მაგალითად ხვალინდელი დღე გაუთენდება თუ არა, როგორც ადამიანმა არ იცის მაგალითად რა მოხდება 20 წელს მერე, ხო? ისევე არ იცის, არ ვიცით ჩვენ როგორ იქნება ჩვენი პლანეტის მომავალი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევიცადოთ ყველანაირად, მაქსიმალურად ყველანაირად უნდა შევიცადოთ, რომ ჩვენ პლანეტას მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, ვინაიდან და რადგანაც ნებისმიერი არასწორი მანევრი, ნებისმიერი სახის მაგალითად ფეხებზე დაკიდება რაღაცების, მაგალითად ხეების შეხვა, მაგალითად აბსოლუტურად ყველანაირ ატომურ ენერგიაზე გადასვლა, აბსოლუტურად გადასვლა სხვადასხვა სახის იმებზე იწვევს ბუნებრივი უკუჩვენებებს. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, განსაკუთრებით აი გამონაბოლქვების თემა ეხა არ მინდა გრეტა თამბერგივით გამომივიდეს რაღაცეები, ხო, ეხა გამოქვაბულში ვერ შევართ ბუნებრივია, მაგრამ ის რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ეკოლოგიას გაუფრთხილდეთ, ეს უნდა იყოს ამოცანა თითოეული ქვეყნისთვის. მწვანეები და ზოგადად ეს მიმდინარეობა ზოგადად იმაში რა ქვია თანამედროვე ეკოსოციალურ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამონაბოლქვია მაგალითად მანქანას, რომელიც აქ ორკინა, რომელიც გამოიყოფა. ანუ სიგარეს ოდესაც ეწევი, ის კიდე ორგანიზმიდან გამოდის რაღაცა, მაგრამ აი მანქანის გამონაბოლქვი ორგანიზმში რო შედის, იმის გამოსვლა უკვე ძალიან რთულია. ამიტომ ჩვენ რაც უფრო თვით აღდგენად ენერგიაზე გადავალთ, რაც უფრო მეტად გადავალთ ისეთ თვით გენერირებად რეგენერაციულ სისტემაზე, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვისაც, ეკოლოგიისთვისაც და პლანეტისთვის. უბრალოდ ეს არის ძალიან ძვირი სიამოვნება დღევანდელი გადმოსახედიდან, ხო? ნუ ეხა ტესლამ დაიწყო აქტიური ესე თქვა დაპყრობა სოფლიო მანქანათმშენებლობების, ნუ არის სხვადასხვა ელექტრომანქანები, მაგრამ პრინციპში რაც უფრო ჩვენ ნენელა გადავალთ ამ ყველაფერზე, მით იქნება ჩვენთვის უკეთესი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა, ჩვენ უნდა გარემოს მოუფრთხილდეთ. ის რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დავაგდოთ, ის რომ მაგალითად არ უნდა დავაბინძუროთ, არათუ ჩვენი გარემო რაც არის, ხო, არამედ სხვისი საკუთრებას არ უნდა დავაბინძუროთ. სადმე რო წავალთ ტყეში პიკნიკზე, არამე
რაც დაირჩება ნაგები უნდა წავიღოთ და გადავყაროთ, უნდა გადავამუშავოთ სწორად ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ამით პლანეტა ზიანდება. რეალურად პლანეტა არის ჩვენი ფილტრები, რითიც სუნთქავთ ადამიანები. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენს მშობელს, ჩვენ დედას, როგორც საკუთარ დედას უნდა გავუფრთხილდე, ასევე ჩვენ პლანეტას უნდა გავუფრთხილდეთ. ნუ რავი, ეს მეგობრებო, ეს იყო ჩემი პატარა ვიდეო რეაქცია ამასთან მიმართებაში. არ იყო ისეთი დამანგრეველი ხა როგორც გამოყავდათ ხა იმაში რა ქვია ინტერნეტში და რაღაცა უბრალოდ ამაში გაგვიმართლა კიდევ ერთხელ რომ ეს სეისმურად ეს იყო შორს წყნარი ოკეანისგან მაიდამაიც ზუსტ ცენტრში მანდარიყო თორე მაგ შემთხვევაში გავიზიარებდი ინდონეზიისა და ჩილეს ბედს ჯვარი გწერია და უსურებ სოფლიოს მშვიდობასა და ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი, ნებისმიერ ადგილას, ეს არის ძალიან ცუდი პლანეტისთვის და ძალიან ცუდი კაცობრიობისთვის. ამიტომ მშვიდობას უსურვებთ ყველა ტერიტორიას, კიდე ეს იქნება რუსეთი, კიდე ეს იქნება იაპონია, კიდე ეს იქნება ევროპა, კიდე ეს იქნება ამერიკა. იმისათვის რომ ჩვეულებრივი ადამიანები ძალიან ცოდოები არიან, როდესაც ბუნებრივი კატასტროფას საკუთარი თვალით უყურებენ და ეს რამდენად დამანგრეველია ეს ყველაფერი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების წყალობით ძალიან კარგად ვიცით. რავი, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რა გახსენებათ ყველაზე დიდი ცუნამი ისტორიაში, რა გახსენებათ ყველაზე დიდი მიწისძვრა და გამოთქვით თქვენი აზრი და იყავით ადეკვატურები. და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დროებით მეგობრებო.